შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლობა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და ქუთაისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება. გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები მათ განკარგვაში არსებულ ფართებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და მათ პროსტიტუციაში ხელს უწყობდნენ. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ. მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ობიექტის ძირითად შემოსავალს პროსტიტუციით გამომუშავებული ფულადი თანხა წარმოადგენდა. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 254 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.